არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამერიკის ხელისუფლებას მიმართავს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შტატების ხელისუფლების კონგრესის წევრებისა და ამერიკელი ხალხის მიმართ აგრესიული და უპასუხისმგებლო რიტორიკა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ამ ქვეყნის ცივილიზაციური მიზნებისა და კონსტიტუციით გამყარებული მისწრაფებების ღალატს წარმოადგენს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ყურადღებით მოусმინოს საქართველოს მეგობრების გზავნილებს და გადადგას ნაბიჯები დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის აღსადგენად, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორების დისკრედიტაციას და შეურაცხყოფის კამპანიას. ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში. ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობოთა განცხადებას იზიარებს, უმრავლესობაში კი მესამე სექტორის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს სპეკულაციებს უწოდებენ. რაოწერია მანდისეთი, რასაც ჩვენ ყოველდღე არ ვამბობთ. ქართული ოცნების წარმომადგენლები რომ მოღალატეები არიან და საკუთარი ფინანსური ინტერესების გამო საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობენ, ამაზე ნაციონალური მოძრაობა პირველივე დღიდან საუბრობდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და მათ შორის არასამთავრობოების დიდი ნაწილი ცოტა სხვანაირად ხონდა წარმოქმნილი. ყველაფერი იკადრეს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირი გამოეთხარათ. დღეს ეს ადამიანები ლაპარაკობენ ჩვენი ხელისუფლების რაღაცა ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე, ხო? საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს. ეს აგენტურული ძალები დასარაკლებენ, როგორღაც დააზარალონ თავიანთი ქმედებით ხელისუფლება, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას ყველაზე დიდი და მყარი მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისაგან. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება მაშინვე დროში ზუსტად ემთხვევა, თუ საქართველოს წინააღმდეგ რაღაც ახალი კამპანია იქნება ხოლმე წამოწყებული. ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსწორების და ურთიერთობის დაალაგების პროცესი დაიწყო და როგორი გააფთრებული წინააღმდეგობა მოყვა ამას, ხო? აქ ყველაფერი ნათელი არის. თუ რა ინტერესები ამოძრავებთ, მათი მიზნები აბსოლუტურად სხვა არის. სპეკულირებენ თავიდან ბოლომდე, სპეკულირებენ ევროკავშირის იდეით.